პირველი შეხედვით ისინი გვანან სცენებს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან, ან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ციფრულ ნამუშევრებს. მაგრამ ეს ხედები არც კომპიუტერის ნამუშევარია, არც ადამიანის და არც ოპტიკური ილუზია. ცისარტყელას ფერებში შეფერილი მთებიდან დაწყებული, ღამით მანათობელი ზღვებით დამთავრებული. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ ბუნების ყველაზე უჩვეულო და ფერად ქმილებებს ჩვენ სამყაროში. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან დიდი დახმარება. ასე რომ დავიწყოთ. ცისარტყელას ევკალიპტი. არ არის ჩვეულებრივი, რომ ხეს ერთზე ან ორ ფერზე მეტი კონდეს თავის ტანს, მაგრამ ზოგ ტროპიკულ ტყეში არსებობს ხის ერთი სახეობა, რომელიც თითქოს ბუნებრივი ცისარტყელასავით იზრდება ტყის შუაგულში. ეს არის Rainbow ევკალიპტუსი. ის გვხვდება ინდონეზიის, პაპუა-ახალი გვინეისა და სხვა მიმდებარე რეგიონების ტროპიკულ ტყეებში. პირველ შეხედვაზე შეიძლება იფიქრო, რომ მხატვარმა გადაწყვიტა ხის მთელი ტანით ილოდექცია. ამ ხეზე ჩანს მკვეთრი, მწვანე, ლურჯი, იისფერი, ნარინჯისფერი, წითელი და ყავისფერი ფერების კომბინაცია. ყველა ეს ფერი ერთადაა განლაგებული ერთ ხეზე. თუმცა აქ არანაირი საღებავი არ არის. საიდუმლო თავად ხის ქერქშია. როდესაც Rainbow ევკალიპტი იზრდება, ნელ-ნელა სცილდება მისი თხელი გარე ქერქი სხვადასხვა ადგილას. როდესაც ქვედა ნაწილი ახლად იხსნება, ის მწვანეა, რადგან ქლოროფილი ჯერ კიდევ არის ახალ ქერქში. დროის გასვლასთან ერთად, როდესაც ქერქი ჰაერს, წვიმასა და მზეს ეხება, ქერქში ქიმიური შემადგენლობა იცვლება. ფერი ნელ-ნელა იცვლება მწვანედან ლურჯისკენ, შემდეგ იისფერი, ნარინჯისფერი, წითელი და ბოლოს ყავისფერი ხდება, სანამ ისევ აიფსქნება. იმიტომ რომ ეს პროცესი მთელ ხეზე ერთდროულად არ ხდება, ერთდროულად ხის სხვადასხვა ნაწილზე ცვლილებების სხვადასხვა ეტაპი ჩანს. შედეგად მიიღება ფერების ბუნებრივი მოზაიკა, რომელიც ერთი ხისთვის თითქოს შეუძლებელია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს განსაკუთრებულია, ის არის, რომ ორი ზუსტად ერთნაირი ცისარტყელას ევკალიპტი არ არსებობს. თუნდაც ერთი და იგივე ხე იცვლის გარეგნობას თვეების განმავლობაში, რადგან მისი ქერქი მუდმივად იცვლება. მისი უთვეულო გარეგნობის გამო ეს სახეობა უკვე დარგეს სხვადასხვა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ადგილებში, როგორიცაა ჰავაი, ფლორიდის ზოგიერთი ნაწილი და სხვა ცხელი რეგიონები მსოფლიოში, როგორც დეკორატიული ხე. და როცა ვინმე პირველად ხედავს მას, ხშირად რეაქცია ერთნაირია. ის ხელოვნურად შექმნილს გავს. მაგრამ სინამდვილეში ეს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქმნილებაა. ქვიშის სანაპირო. ხშირად სანაპიროზე ქვიშა თეთრი, შავი ან ზოგჯერ ოქროსფერი ჩანს. მაგრამ ჰავაის დიდი კუნძულის ერთ მიყრუებულ ნაწილში არის სანაპირო, რომელიც თითქოს დაფარულია დაფქული ზურმუხტით. ეს არის პაპაკულია ბიჩი. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მწვანე ქვიშის სანაპიროდან, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში. მისი უჩვეულო ფერი პირდაპირ კავშირშია ვულკანთან. ათასობით წლის წინ იმ ადგილას ვულკანური აქტივობა მოხდა და წარმოიქმნა ცინდერის კონუსი. ვულკანის ამოფრქვეული ქვების შიგნით არის მაღალი კონცენტრაცია მინერალის, რომელსაც ოლივინი ეწოდება. ოლივინი ბუნებრივად მწვანე ფერისაა და ჩვეულებრივ მიწისქვეშა მაგმაში წარმოიქმნება. დროთა განმავლობაში ქარმა, წვიმამ და ეროზიამ ნელ-ნელა დააზიანა ვულკანური ქვები. როდესაც ისინი იშლება, ოლივინის პატარა კრისტალები თავისუფლდება. აქ უკვე ოკეანის როლი იწყება. ზღვის ყოველ ტალღას ბევრი მსუბუქი ნაწილაკი მიაქვს, მაგრამ ოლივინის კრისტალები უფრო გამძლე და მძიმეა, ვიდრე გარშემოარსებული სხვა მასალები. ამიტომ ისინი გროვდებიან სანაპიროზე, მაშინ როცა სხვა კომპონენტები ნელ-ნელა ქრება. შედეგად ვიღებთ მკვეთრად მწვანე სანაპიროს, როცა ქვიშა სველია, ის კიდევ უფრო ელავს და ზღვის პირას მიმოფანტულ წვრილ ძვირფას ქვებს გგავს. როცა მშრალია, ფერი უფრო რბილი ხდება, მაგრამ მისი მწვანე შეფერილობა მაინც შესამჩნევია. აქ მისვლაც მარტივი არ არის. ხშირად საჭიროა დიდხანს სიარული, ძლიერი მზის ქვეშ და უხეში ვულკანური ლანდშაფტის გადალახვა. სანამ ფავად სანაპიროს მიაღწევ. მაგრამ ბევრი ვიზიტორისთვის ეს გამოცდილების ნაწილია. რადგან პაპაკულიასკენ ყოველი ნაბიჯი უფრო გავს მოგზაურობას სხვა პლანეტაზე, ვიდრე ჩვეულებრივ სანაპირო კურორტზე. ჭეშმარიტი ლურჯი უმეტეს მცენარესა და ცხოველში თითქმის არ არსებობს ბუნებრივი ლურჯი პიგმენტი მათ სხეულში. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ორგანიზმი ლურჯად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მათი ქიმიური ფერი ლურჯი არ არის. რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელიც ფიზიკით არის გამოწვეული.
ამას ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის მორფოს პეპელა. როდესაც სინათლე მის ფრთებზე ეცემა, ძალიან კაშკაშა ლურჯი ფერი თითქოს ანათებს. მაგრამ მიკროსკოპის ქვეშ ჩანს, რომ ფერი პიგმენტიდან კი არ მოდის, არამედ ფრთის ზედაპირზე არსებული ძალიან პატარა სტრუქტურებიდან. ეს მიკროსკოპული სტრუქტურები ისეა განლაგებული, რომ ისინი სინათლის ლურჯ ნაწილს აირეკლავენ, ხოლო სხვა ფერები იკარგება ან სხვანაირად აირეკლება. იგივე პრინციპი მოქმედებს ბევრ ლურჯ ფრინველშიც. მაგალითად, Blue Jays ბუმბულებში ლურჯი პიგმენტი არ აქვს. ბუმბულში მიკროსკოპული ფენების განსაკუთრებული განლაგება არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი თვალები ლურჯ ფერს ხედავს. ადამიანის ლურჯი თვალებიც კი არ იყენებს ლურჯ პიგმენტს. ფერი ასევე არის შედეგი იმისა, თუ როგორ იფანტება და ირეკლება სინათლე თვალის შიგნით. სცენარეებში კი მართლაც არსებობს ყვავილები, რომლებიც ლურჯად გამოიყურება. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი ნამდვილი ლურჯი პიგმენტის გამოყენებას არ ახდენენ. ამის ნაცვლად, ისინი სულიან პიგმენტების ქიქიმიურ თვისებებს, რომლებიც ჩვეულებრივ წითელი ან იისფერია, რათა ჩვენი თვალისთვის უფრო ლურჯად გამოჩნდნენ. ამიტომ, როცა ხედავ მკვეთრად ლურჯ ცხოველს ან ყვავილს, დიდი ალბათობით მისი მასალა სინამდვილეში ლურჯი არ არის. რაც შენ ხედავ, სინამდვილეში სინათლის ძალიან გონიერი გამოყენებაა და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ფაქტი ბუნების შესახებ. ზოგჯერ ყველაზე ლამაზი ფერი ქიმიით არ იქმნება, მას ფიზიკა ქმნის. ვარდისფერი ტბები მდებარეობს Middle Island-ზე, პატარა და თითქოს მუდმივი მაცხოვრებლების გარეშე კუნძულზე, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზეა. პირველი რაც აქ შეგამჩნევთ არის წყლის უჩვეულო ფერი. ეს არც მკრთალი წითელია და არც ოდნავ ვარდისფერი. მთელი ტბა აქვს კაშკაშა და თითქმის დაუჯერებელი ვარდისფერი ფერი, რომელიც ჩანს თუნდაც აერიდან. ეს ხედი კიდევ უფრო თვალშისაცემია, რადგან ტბას გარშემო სქელი ევკალიპტის ტყე აკრავს. ტბასა და ოკეანეს შორის არის თხელი ზოლი თეთრი ქვიშისა. ამის გამო ერთ ადგილას ერთიანდება წითელი, მწვანე, თეთრი და ლურჯი ფერები. ეს ტბა დიდი ხანია ცნობილია. მე-19 საუკუნის დასაწყისშივე ეს ტბა უკვე აღწერეს ევროპელმა მკვლევარებმა და 2 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მისი უჩვეულო ფერი უცვლელი დარჩა. რაც უფრო გასაკვირია, ფერი არ ქრება მაშინაც კი, როცა წყალს ჭურჭელში ასხამენ. ეს ნიშნავს, რომ ეს უბრალოდ სინათლის ან არეგლის ეფექტი არ არის. კვლევების მიხედვით, ფერი სავარაუდოდ წარმოიშობა მიკროორგანიზმების კომბინაციისგან, რომლებიც ტბის ძალიან მაღალ მარილიანობაში ცხოვრობენ. აქ შედის წყალმცენარეებისა და მიკროორგანიზმების რამდენიმე სახეობა, რომლებიც პიგმენტებს გამოიმუშავებენ, რათა გადარჩნენ უკიდურეს პირობებში. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ბევრი მარილიანი ტბა ზოგჯერ ვარდისფერი ხდება, თუმცა ეს ჩვეულებრივ მხოლოდ სეზონურად ხდება. კილიერის ტბაში, როგორც ჩანს, ეს უჩვეულო მდგომარეობა მუდმივი გახდა. დღემდე მეცნიერები კვლავ იკვლევენ, რატომ არის ეს პროცესი ასე მდგრადი სხვა მსგავსი ტბებისგან განსხვავებით. და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც რჩება იგი ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ბუნებრივ საოცრებად. ცისარტყელის მთები. შორიდან ჩანს ერთმანეთზე გადაფენილი წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი ზოლები, რომლებიც თითქოს მიედინება ბორცვებზე. ეს არის რეინბოუს მთები ტანსუს პროვინციაში. პირველი შეხედვით ძნელია დაიჯერო, რომ ეს ფერები ნამდვილია. ეს უფრო გავს ციფრულ ხელოვნებას ან კომპიუტერული გრაფიკით შექმნილ სცენას. მაგრამ იქ რაც ჩანს, მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შედეგია. უძველეს დროში ეს რეგიონი მდინარეებით, ტბებითა და ვრცელი ველებით იყო დაფარული, სადაც მუდმივად გროვდებოდა ქვიშა, ტალახი და სხვა ნალექი. ძალიან დიდი დროის განმავლობაში წარმოიქმნა ქვის სქელი ფენები. თითოეულ ფენას განსხვავებული მინერალური და ქიმიური შემადგენლობა აქვს. შემდგომში ტექტონიკური ფირფიტების მოძრაობის შედეგად ეს ქვები მიწის ქვეშეთიდან ამოიწია. ამის შემდეგ მილიონობით წლის განმავლობაში წვიმამ, ქარმა და ეროზიამ ნელ-ნელა ჩამოაყალიბა ის ლანდშაფტი, რომელსაც დღეს ხედავთ. თითოეულ ფერს თავისი წარმოშობა აქვს. კაშკაშა წითელი ფერი ძირითადად რკინის ოქსიდის, ანუ ჟანგდისგან მოდის. ყვითელი კი სხვა მინერალებისგან წარმოიშობა, რომლებიც რკინის ნაერთებითაა მდიდარი. ხოლო მწვანე და სხვა ფერები სხვადასხვა ქიმიური ნალექების შედეგია, რომლებიც წარმოიქმნა უძველეს დროში, გარემოს განსხვავებული პირობების შედეგად. მოკლედ რო ვთქვათ, თითოეული ფერის ზოლი თითქოს დედამიწის ისტორიის გვერდია, რომელიც ერთმანეთზეა დადებული. დღეს მილიონობით ტურისტი სტუმრობს აქ, რათა პირადად იხილოს ეს ხედი, რომელიც ინტერნეტში ხშირად რედაქტირებულ ფოტოდ მიიჩნევენ. მაგრამ როცა გადასახეთ მოედანზე დგახარ და ხედავ ფერების ტალღებს, რომლებიც ჰორიზონტამდე გრძელდება, სწრაფად მიხვდები, რატომ არის ეს ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებებელი გეოლოგიური წარმონაქმნი მსოფლიოში. ბისმუტის კრისტალი.
ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას განსაკუთრებული გარეგნობა არ აქვს. ეს უბრალოდ ვერცხლისფერი მეტალია, რომელიც ადვილად შეიძლება აგერიოს სხვა ბევრ ელემენტში. მაგრამ, ოდესაც მას გაადნობ და სწორად გააცივებ, იწყება უჩვეულო პროცესი. ოდესაც კრისტალი კალიგდება, მისი კიდეები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე შუა ნაწილი. ამის გამო იქმნება თანმიმდევრული ფენები, თითქოს კიბეზე ადიხარ. შედეგად მიიღება გეომეტრიული ფორმები, რომლებიც თითქოს არქიტექტორმა შექმნა და არა ბუნება. და რაც მთავარია, ფერები, რომლებიც თითქმის შეუძლებელია მეტალისთვის. აქ ჩანს ლურჯი, იისფერი, წითელი, მწვანე, ოქროსფერი და ვერცხლისფერი, რომლებიც ერთად ელვარებენ კრისტალის ზედაპირზე. მაგრამ სინამდვილეში ეს ფერები მეტალს არ ეკუთვნის. რაც ჩვენ ხედავთ არის ძალიან თხელი ოქსიდის ფენის ეფექტი, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როცა ბისმუთი ჟანგბადთან კონტაქტში შედის. როცა სინათლე ამ თხელ ფენას ეცემა, სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე ჩარევა ხდება. შედეგად მიიღება ბუნებრივი ცისარტყელას ეფექტი, რომელიც იცვლება ოქსიდის ფენის სისქიხის მისქის მიხედვით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ელემენტი ერთნაირია, არც ერთი ორი კრისტალი არ აქვს ზუსტად ერთნაირი ფერების კომბინაცია, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბისმუთი პოპულარულია ჰობისტებსა და კოლექციონერებში, არის ის, რომ მას შედარებით დაბალი დნობის ტემპერატურა აქვს სხვა მეტალებთან შედარებით. ამიტომ შესაძლებელია მისი კრისტალად გადაქცევა კონტროლირებად პირობებში რთული ლაბორატორიული აღჭურვილობის გარეშე. მილიონობით ელემენტსა, ქვასა და მინერალს შორის, რომლებიც ჩვენ სამყაროში არსებობს, დასაკვირია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფერადი მოდის ლითონისგან, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურება. და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი ბუნების შესახებ. ხშირად ყველაზე ჩვეულებრივი რამეები მალავენ სამყაროს ყველაზე გასაოცარ სიურპრიზებს. ალექსანდრიტი ძვირფასი ქვების სამყაროში ძალიან ცოტას აქვს ისეთი განსაკუთრებული რეპუტაცია, როგორიც მას აქვს. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვა იგივე რჩება, მისი ფერი თითქოს იცვლება იმის მიხედვით, რა ტიპის სინათლე ეცემა მას. როდესაც ის ბუნებრივი დღის სინათლის ან ცივი თეთრი განათების ქვეშა, ხშირად ჩანს მისი ღრმა მწვანე ფერი, რომელიც ზურმუხტის მსგავსი. მაგრამ როდესაც მას უფრო თბილ სინათლეს, მაგალითად სანთლის, ან ისეთ განათებას, რომელსაც მეტი წითელი ტალღის სიგრძე აქვს მივახლოვებ, ის ნელ-ნელა მკვეთრ წითლად რუბინის მსგავსად იქცევა. ვინც პირველად ხედავს ამას, შეიძლება იფიქროს, რომ სხვადასხვა ქვას უყურებს. საიდუმლო კი კრისტალის მიკროსკოპულ სტრუქტურაშია. ალექსანდრიტი შეიცავს მცირე რაოდენობის ქრომს, ელემენტს, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ზოგიერთი ცნობილი ძვირფასი ქვის ფერზე. მისი უნიკალური სინათლის შთანთქმის უნარის გამო ჩვენი თვალები სხვადასხვა ფერს ხედავს, რაც დამოკიდებულია გარშემო არსებულ დომინანტურ ტალღის სიგრძეზე. ქვა არ იცვლება, სინათლე იცვლება და ალექსანდრიტი ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვან მინერალთაგან, რომელსაც შეუძლია ძალიან მკაფიოდ აჩვენოს ეს ცვლილება. ეს ძვირფასი ქვა პირველად აღმოაჩინეს რუსეთს ურალის მთებში მე-19 საუკუნეში. მისი უნიკალური თვისებების გამო ის სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ძვირფასი ქვა მსოფლიოში. დღეს ასევე არსებობს საბადოები ბრაზილიაში, შრი-ლანკაში და აღმოსავლეთ აფრიკის რამდენიმე ნაწილში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა წყაროებიც, მაღალი ხარისხის ალექსანდრიტი კვლავ ძალიან იშვიათია. სინამდვილეში ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ მსოფლიო დონის ალექსანდრიტის პოვნა უფრო რთულია, ვიდრე ალექსანდრიტის ზოგიერთი სახეობის. ძვირფასი ბრილიანტისა და ზურმუხტის მსგავსად, ალბათ სწორედ ამიტომ დღემდე ის რჩება გეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ქმილებად. ქვა, რომელიც ფორმას არ იცვლის, მაგრამ შეუძლია ფერის შეცვლა პირდაპირ შენს თვალში. ბიოლუმინესცენტური ბაზა. ასეთ ადგილებში, როგორიცაა პუერტო-რიკო, იამაიკა, მალდივები და სხვა ტროპიკული სანაპიროები, არის შემთხვევები, როდესაც ზღვა ანათებს წყლის ყოველ მოძრაობას. როცა ვინმე ცურავს, სინათლის კვალი რჩება. როცა თევზი გაივლის, თითქოს ანათებს და მწკინვალე ხაზს ტოვებს ზღვის ფსკერზე. თუნდაც უბრალო ქვის ჩაგდება წყალში, შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ცისფერი სინათლის აფეთქება. ამაზე პასუხისმგებელნი არიან მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებსაც დინოფლაგელატები ეწოდებათ. თითრეული მათგანი ძალიან პატარაა, თვალით ადვილად ვერ შეამჩნევთ. მაგრამ როდესაც ისინი მილიარდობით იხრიან თავს ერთ ადგილას, შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ ზღვის სანაპიროს იერი. როდესაც ტალღა, თევზი, ნავი, ან თუნდაც ადამიანის ხელის მოძრაობა მათ შეაწუხებს, მათ სხეულში ქიმიური რეაქცია ხდება. ამ პროცესში ისინი მოკლე ნათებას გამოსცემენ. ერთი ორგანიზმის ნათება თითქმის შეუძლებელია შეამჩნიო, მაგრამ როდესაც მილიონობით მათგანი ერთდროულად ანათებს, მთელი ზღვა მოციმციმე ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ამის სანახავად არის მოსკიტოს ყურე პუერტო-რიკოში, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ბიოლუმინესცენტური ყურე მსოფლიოში. სწორი ტემპერატურის,
წყლის მარილიანობის, საკვები ნივთიერებებისა და დაცული გარემოს კომბინაციის გამო იქმნება იდეალური პირობები ამ ორგანიზმების გასამრავლებლად. მაგრამ ასეთი ხედი მხოლოდ პუერტო-რიკოში არ არის. ასევე არსებობს სანაპიროები იამაიკაზე, მალდივებზე, ვიეტნამში და ავსტრალიის ზოგიერთ ნაწილშიც, სადაც იგივე ფენომენი წლის სხვადასხვა პერიოდში ჩნდება. ვინც ამას პირადად ხედავს, ხშირად უჭირს აღწერა. თითქოს ვარსკვლავები ზღვაში ჩავარდმენ, თითქოს წყალს თავისი სინათლე აქვს. და რაც უფრო გასაოცარია, ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა და ამას იხილავდა. მილიონობით წლის განმავლობაში ოკეანე ჩუმად ანათებდა ღამის სიბნელეში. და დღემდე ეს კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სიურეალისტურ სანახაობად, რომელსაც ბუნება ქმნის. დანაკილის დეპრესია. დანაკილის დეპრესია მდებარეობს ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში, ერიტრეასა და ჯიბუტის საზღვართან ახლოს. ეს ასევე აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ადგილია და ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი რეგიონია მთელ მსოფლიოში. თუმცა, სიცხე არ არის მიზეზი, რის გამოც ეს ადგილი გახდა ცნობილი. ნამდვილი მიზეზი არის გეოლოგიის, ვულკანური აქტივობისა და ქიმიური პროცესების უნიკალური კომბინაცია, რომლებიც ერთდროულად მიმდინარეობს ერთ ადგილას. ამ რეგიონის ქვეშ დედამიწის ტექტონიკური ფირფიტები მუდმივად მოძრაობენ. როცა ისინი ნელ-ნელა შორდებიან ერთმანეთს, სითბო და მაგმა ამოდის დედამიწის სიღრმიდან. ამიტომაც წარმოიქმნება ჰიდროთერმული ველები, სადაც ზედაპირზე ამოდის ძალიან ცხელი წყალი სხვადასხვა მინერალებთან ერთად. როდესაც წყალი გაცივდება და იწყებს ამოსვლას, ქიმიური ნალექები რჩება მიწაზე და სწორედ აქ იწყებს გამოჩენას უჩვეულო ფერები. კაშკაშა ყვითელი როგორც წესი გოგირდისგან მოდის. ნარინჯისფერი და მოწითალო ნაწილები კი რკინის ნაერთებისგან წარმოიქმნება, ხოლო თეთრი ნაწილი შედგება მარილისა და სხვა მინერალების ნალექებისგან. როცა ეს ყველაფერი ერთ ადგილას იხრის თავს, მთელი გარემო ისე გამოიყურება, თითქოს იშვიათი ბუნებრივი ფერებით იყოს შეღებილი. რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილია დალოლის ჰიდროთერმული ზონა. აქ მდებარეობს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ფერადი გეოთერმული წარმონაქმნები. და აქ არის მინერალური სტრუქტურები, რომლებიც უფრო მეტად სხვა პლანეტაზე წარმოგიდგენია ვიდრე დედამიწაზე. არსებობს მინერალური წარმონაქმნები, რომლებიც ნელ-ნელა იშლება, მაშინ როცა ახალი ფორმაციები ჩნდება. მოგზაურებს კი უკიდურესი სიცხეებთან უწევთ გამკლავება. წლის გარკვეულ პერიოდში რისით ტემპერატურა შეიძლება 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს. ამას ემატება მოშორებული მდებარეობა და მკაცრი გარემო პირობები. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბევრისთვის დანაკილის დეპრესია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ფერად ბუნებრივ ლანდშაფტად ჩვენს პლანეტაზე. ეს არის ადგილი, რომელსაც მილიონობით წელია ბუნება აპალიბებს. შვიდი და უკიდურესად ძლიერ. და თითქმის დაუჯერებელია. ჩვენს უსაზღვრო სამყაროში ჯერ კიდევ არსებობენ ადგილები და ფენომენები, რომლებიც წარმოსახვის ნაყოფს გავს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეალურად არსებობს. ამიტომ, როცა შემდეგ ჯერზე ნახავ ფოტოს, რომელიც ძალიან ლამაზია იმისთვის, რომ ნამდვილი იყოს, ნუ იფიქრებ მაშინვე, რომ ის დამუშავებულია ან კომპიუტერით შექმნილი. რადგან თუ ბუნება რამეს მუდმივად ამტკიცებს, ეს სწორედ ესაა. ზოგჯერ რეალობა უფრო საოცარია, ვიდრე ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია შექმნას.